So, chance. თანხმობა უნდა მივიღოთ. თუ არა ჩაგვეთვლება რაში? უკანონო მოსწავლეში მიღებულ ხო? So, შევიგრიბეთ ყველა? აუ ისე თახის ასწორებს. საიდან მოძებნი ეს თახი? გამოვედი. ერთი გვაკლია რომელმაც აუდიოით ვერ ვასწრებო რაღაცა იმაზე ვარ. ლევზორი ჩაკვრა. აკაც ამეხებია თუ რა თქვა იმის რა გამოვიდა. ამის პრობლემაო? გავივით ამიტომ გვინა აი როგორც აქ არის ხომერტი ცხრილებს გავაკეთებთ ხოლმე ესე რა რომ შევიყვანოთ და ხელით ხომერტი იმას გვქეთ ხე ექსელი ყველა მიცით ხო ლეპტოპებში ისე და მე მაგიტომ გვინა სახაზავები რომ ეს გავაკეთოთ რა ანუ აქვე რომ ესე იგი ჩვენ თვითონ ავაწყოთ ხარჯაღის ხვები ანუ მე რა ავისი იმით ნორმების ერთეულები მოსლები ლამად გვაქვს რა ესე მე დავინიშნოთ და გავყოთ რა დრო და ვიღაცას ხო აქვს ეს სიგნალი რა რომელიც იმას შევისვენოთ იმაზე და რომ გადავიდეთ მე განხასებაზე თქვენ ინოს არ ვიყავით ხო გიჩვენოთ ჩემი სერტიფიკატი მოგცეთ საერთაშორისო მართვის ცენტრის ხო ვიდრე ვიპიო ანუ მაგრამ შემივსე შენი პირადი მონაცემი და ესა ანუ პირადი ის და მისამართი ანუ სახელი გვარი პირადი ნომერი და მისამართი ტელეფონი კონტრაქტში რო გავაკეთო გამიგე მაგის ვინდა ყველა პირველი დააწერე მარი ანუ მე და ჩამოყვეთ და ერთიანად რომ მექნება იმას ჩემი ურის მივცე და უცებ გამიკეთებს და ორშაბათს დაგახვედრებთ კონტრაქტებს და ანუ ნინოსთან ანუ დაალაგეთო სერტიფიკატს მე გიჩვენე რომ ჩემი აიღო რა უფრო იმას რა საერთაშორისო ცენტრის სერტიფიკატი უფრო გაწყობს ვიდრე VPI-ის ისა რა არაფერ ტელეფონით მისამართი ხო კონტაქტში ხო უნდა იყოს მისამართი და შენი ტელეფონი всё სახელი გვარი პირადი ნომერი მისამართი და ტელეფონი ყველა ვარიანტში ხა 5 წუთში უნდა დავიწყოთ რა დავარეგოთ იმას თუ რა მე უკვე შანსი არ აქვს ხოლმე დრო
ესე იგი ჩვენ შევთანხმდით ორშაბათს და პარასკევს, ხო? ხუთშაბათს. ორშაბათი, ხუთშაბათი? ორშაბათს შევთანხმდით, მაგრამ არა, ეს დღეს გეუნები ყველა იმ 22 სართული მაგ დავრიელი რა, პარასკევს და იმას ორშაბათს დავდივარ ფეხით ობიექტებს რა. ისევა რომ ორშაბათს გაუძლია. ორშაბათს უფრო ნაკლებად პარასკევს უფრო დეტალურ შემოვლას ვაკეთებ, ისე არ გამოდის. კვირის ბოლოს რომ მე ორშაბათს მე თათბირზე უნდა ვიცოდე, იდეაში რა ხდება რა. ესე მაინც არ ვენდობი ხოლმე რა ვიფარა. თქვენს გირჩევთ პროექტის მენეჯერები რო იქნებით, კი რთული არის, მაგრამ სხვა გზა არ გაქვს. სათო ბევრ რამეს ვსწავლობ, ყოველდღიურად რაღაცას ვხვდები ხოლმე, ფიზიკურად რომ მიდიხარ და ხედავ პროცესებს, აბსოლუტურად სხვა მომენტი არის რა. და ამით ძალიან ბევრი ხარჯები შევამცირე მე თვითონ ჩემი კომპანია ხო ძალიან დროშიდაც უფრო შევამცირე და ძალიან იმიტომ რომ მაინც ყველა მაქსიმალურად ვცდილობს რომ არ დაგანახოს ის რაც პრობლემა არის და მე ყოველთვის ვცდილობ რომ დამანახეთ პრობლემა უფრო მიჩვენია ვიდრე დაფარული პრობლემა მე იჩენს რომ სად მიდის და როგორ მიდის. ამიტომ ყველა მენეჯერი ვცდილობს რომ პროექტის მენეჯერი ან საქმეთან მწარმოებელი მოვიდეს და აი ყველაფერი კარგად არის და დავიწყოთ რა. ესე იგი დავიწყოთ მშენებლობა. დავიწყოთ მენეჯმენტისგან. ესე იგი ჩვენ გავაკეთებთ ხოლმე ესე. ამ საკითხებს ეხლა რომელსაც ახლა აქვს, ანუ პროექტის მენეჯერის სისტემასთან მუშაობას ყოველდღურად გავუვლი პირველი 20 წუთი, იმიტომ რომ პროექტის მენეჯერობაზე თუ გვაქვს ანუ პრეტენზია და თუ გვინდა კარგი განფასებლებიც ვიყოთ, სხვა გზა არ აქვს, თვითონ თუ სისტემა არ იცი, ანუ ხო, აზრი არ აქვს, აი როგორ გითხრათ, ანუ აი ადამიანი შენ თუ სისტემის ადამიანი არ ახარ და აი არ ექვემდებარების სისტემას და მართვის წესებს და უბრალოდ მარტო კარგი განფასებელი ხარ, აზრი არ ახარ, ანუ სისტემის ნაწილი ვერ ხდები, იმიტომ რომ კომპანია, არა მარტო კომპანია, არა მარტო ხო ხდები, ანუ სამშენებლო კომპანია და ანუ ნებისმიერი სამსახური სადაც მუშაობ, ყველა ვარიანტში სისტემის ტიპი ხარ. აი ყოველთვის რომ არის ხოლმე თუ გაგიგიათ ხოლმე და თქვენც იცით რომ აი ჩემ იმას არ აფასებენ, ხო იცი როგორ წავართ რა. აი მე ამას ვაკეთებ, იმას ვაკეთებ, ამას ვაკეთებ, ვერავინ ვერ დაგაფასებთ რა. იმიტომ რომ თქვენ ხართ სისტემის ნაწილი, მიხვდით? სისტემას ჭირდება თავისი კვება, ნეგატიური კვება ჭირდება და პოზიტიური კვება ჭირდება. შენ თუ ყოველდღურად ნეგატიურ იმას აფქვევ, რომ აი მე ვაკეთებ ამას და მე არავინ არ მიფასებს, მაგ ყოველთვის დაგაზიანებს პირიქით. სისტემაზე უნდა თქვა რომ ეს არის ჩემთვის მიღებული სისტემა, ესეთია, მე ვარ დაქირავებული თანამშრომელი, მე კონტროლის წესებს ვერ ვაწესებ და აწესებ სისტემა, ხო? ამიტომ სხვა ამოცანა გზა არა მაქვს, ან მივდივარ სამსახურიდან და თუ არ მივდივარ, ანუ თვითგვემაში არ უნდა ვიყო და სისტემას არ უნდა ვაძაგებდე. თუ ადამიანი სისტემას აძაგებს, შეიძლება მე ცუდი ხელმძღვანელი ვარ, კი ბატონო, მაგრამ შენ მაინც შევი სამსახურში სისტემას აძაგებ, ეს ნიშნავს, რომ შენ არასწორად მიდიხარ, ანუ ვერ შეასრულებ. ამიტომ ჩემი აქედან გამომდინარე პირველი არის, რომ დავიწყოთ სწორი, ანუ დავალებების კეთება რა. ანუ მე ხდები სისტემის ადამიანი, მენეჯერი, გავიაზრებ, რომ всё, მე ვარ დაქვემდებარებული ტიპი, რომელსაც ამას პასუხისგებლობა აღებული, მე ჩემი უფლებები მაქვს გარკვეულად დილის 10 საათიდან საღამოს 9 საათამდე და მივხიდე მე ეს ორგანიზაციას, ეს უნდა გაითავისოთ. ამის გარეშე უცხოეთში არ არსებობს, ანუ ფსიქოლოგიურად გამზადება, რომ შენ მე უკვე მომხიდე შენი თავისუფლება. ძალიან ცუდად ჟღერს, მაგრამ ეგრე არის, გამიგე, ამას ვერ გაიქცევი. ანუ ჩვენ კიდევ ვერ ვათვიცნობიერებთ ხოლმე საქართველოში, რომ შენ როცა ხარ დაქირავებული ტიპი, შენ უკვე გაყიდე შენი დრო. მე დრო მომყიდე, მე შენ გამყიდულობ დროს და ვყიდულობ მოქმედებას. დამფუძნებელი ეგეთი ტიპი ვარ. ეხლა ცუდად ჟღერს, მაგრამ ეს დრო ეგრეა.
ამიტომ მეც რომ თანამშრომელი ვარ და მენეჯერი ვარ, მე სხვისი დრო, რომელიც ჩემ დაქვემდებარებული ტიპები არიან, ხო? არიან ჩემი პროექტის მენეჯერი ვარ, არაბია, ინჟინერია, კონსტრუქტორია, სულ ყველა შენ გექვემდებარება. აბსოლუტურად შეგნებლობის რგოლი რაც არსებობს, ბეტონიდან დამთავრებული თუნდაც თითოეული შურუფის მომწოდებელი რომელიც არის, ისიც შენ გექვემდებარება, იმიტომ რომ თამაშის წესები თქვენ საზღვრად. თქვენს ქვემოთ რომლებიც არის, თქვენ გაქვთ მათი ძალაუფლების ხელში. თქვენ საზღვრად მათ უფლებებს, ანუ ვადას და დრო უფლებებს, ანუ პიროვნულ უფლებებს კი არა, ანუ დროში. ანუ თქვენ თუ სწორად არ დააწერთ მას სამუშაოს და სწორ მიმართულებას არ მიცემთ და მას შეხვევი ემოციურ ფაქტორში არის დღეს რომ მაგალითად ყველა თანამშრომელი ცდილობს რომ ემოციურ ფაქტორში შეგიყვანოს, გაგაბრუოს, ამ დროს ვხვდები ანუ პრობლემა მოძებნოს და საბოლოო ჯამში ბოდიში ბჭყალებში და ყველაფერი შენ შეხტენოს. ყველა თანამშრომელი ანუ არის ჯოკერი ხო გითამაშია? ჯოკერში არის შეტენვაც და წაგლიჯვაც, ხო არის ესე. ანუ აბსოლუტურად შეტენვა არის ყოველთვის თამაშის წესები მენეჯმენტის. ანუ არავინ არ გზოგავს ჩატვანი რა. ყველა მეც იმას ვცდილობ, თქვენც ეცდებით იმას, რომ რაღაცა პასუხისგებლობა შეტენვა სხვას, ანუ გადაიტანოს სხვაზე. მაგრამ მე მინახია რომ ყველაზე მაგარი მენეჯერი არის რომ ზუსტად პასუხისგებლობას აიღებს იმას, რაც მას ეკუთვნის. მიიღებს იმ პასუხისგებლობას, რაც მე მეკუთვნი, ჩემი უფლება და გავცემ იმ პასუხისგებლობის დავალებას, რაც თქვენ გეკუთვნის. უკვე სწორი მენეჯერი ხარ. იმიტომ რომ მე პროექტს როცა ვიწყებ, პირობითად აი რო გადავალ, ხო? აი ვიწყებ აქ პროექტს, ხო? აი დავიდა პროექტის მენეჯერი, გეოდეზია, ბიუჯეტის, გეოლოგია, ხო? არქიტექტურა. მე ყველა უკვე პროექტის მენეჯერი ვარ, იყიდა დამფუძნებელმა მიწა და დამფუძნებელმა გადაწყვიტა ეს კომპლექტურად გადაწყვიტა რომ დაიწყოს მშენებლობა, დაიწყოს გეოდეზიასთან, გეოლოგიასთან, შეთანხმდნენ კონტრაქტით და მე ეს ტიპები დამფუძნებლისგან შევდივარ, ყოველთვის კულტურა არის ეს, შევდივარ ფურცელით და ვეუბნები. ჩემ განკარგულებაშია მე ვერთვები პროექტის ანუ ამ სისტემაში რომ მე უნდა დავადგე არქიტექტორს თავზე და პროექტის ნაწილში ჩავერთო კი, გეოდეზის უნდა დავადგე კი, არქიტექტორს უნდა დავადგე კი, კონსტრუქტორს უნდა დავადგე კი. მაშინ ჩამოწერილ საკითხებს აძლევ და იმას რა ქვია დირექტორს და მომიწერე ხელი რომ მე ეს დამევადა. უყურე ხელმოწერა არის მნიშვნელოვანი. ყოველთვის უნდა გაიტანო რა, აუ რა უნდა მოგიწრო რა არა. მე მომიწერე რომ აქ მე უკვე მე ეს დავალებები მივიღე. იმიტომ რომ მე როცა ვიცი რომ მოვაწერე ხელი და გადმოგეცი ეს დავალებები, მე ვიცი რომ მე ჩემთან მოსული დავალებები როგორ მივაწოდო ამ სისტემას რა, სწორად ანუ ჩამოვწე გეოლოგიის კვლევები, ხო? მე არაფერი არ ვიცი, ხო? პროექტის მენეჯერი ვარ. გეოლოგთან მივდივარ და ვეუბნები, მე შენ გაქვს ახლა მე რაში დაგეხმარო. ის გეოლოგი მეუბნება, მე სასწრაფოდ მჭირდება, ანუ ტოპო აზომითი ნახაზი, ხო? ყველა ვარიანტში მჭირდება და ასევე მჭირდება არქიტექტურისგან, ანუ საძირკვლის გეგმა, რომ მე გეოლოგიური ჭაბურღულის თემები დავსვა, ხო? ანუ მე დავშვები, მოვდივარ იქიდან და წერ საკითხს, რომ კონსტრუქტორს წერ, რომ შენ გეგმის ნაწილი, კონსტრუქციული ფილა სად უნდა დასვა, მომაწოდე, რომ შენი პრეროგატივა, ანალოგიურად წერ არქიტექტორს, რომ როგორი უნდა იყოს ეს ფილა, სიმაღლე, სიგანე, ხო ეს ხო არქიტექტორმა უნდა გასაზღვროს, წერ ამას და გეოდეზის წერ ტოპოზე წერ ამათ. იურიდიულად წერ. მიწერა უკვე მეილზე მიწერა, ყველამ კარგად იცის, არის რა, დოკუმენტი. ანუ გავიცი და შევქმენი გეგმა აქ, რომ ამა და ამ რიცხვში, ამა და ამ დროს გავეცი დავალება და ურეკავ პიროვნებას, კონსტრუქტორს, ჯერ დავავალე წერილობი და ურეკავ, როდის იქნება, მეუბნება ზე, ჩავწერე, გვერდზე მიუწერე. არქიტექტორს ურეკავ, როდის იქნება დაუშვათ მე-4 დღეს. გეოდეზის ურეკავ, იქნება მე-7 დღეს. ანუ მე ინფორმაცია გავიცი, ინფორმაციის დრო მივიღე და ვიწყებ ახლა ამ ინფორმაციის დროებში. ისევე ვისთან მივდივარ გეოლოგთან. ანუ ვეუბნები რომ მე ინფორმაციას კიდე რო გავავადო, მე რა თქმა უნდა მეილზე ეს
დაუშვათ არქიტექტურული პროექტის გამოგზავნა, ან კონსტრუქციული. მე პირდაპირ ვაძლევ ამ პიროვნებებს კონსტრუქტორს, რა ქვია, არქიტექტორს, გეოდეზის მეილში ვსვავენ მესიჯში და პირდაპირ უგზავნიან გეოდეზის. ანუ ამას ვაკონტროლებენ, ესე იგი, სწორი მიმართულება რა არის? მივიღე მე დავალება უფროსისგან, ამით ჩამონათვალე, ეს არის კულტურა. მე უკვე ავიღე პასუხისგებლობა, ისე ხელმოწერის გარეშე არ გავაკეთებ და იმახსოვრეთ, არაფერი არ გავაკეთოთ ხელმოწერის გარეშე. მე რომ ავალებ რაღაცას, დამავალე. თქვენი კულტურაც ამაღლება, ანუ შენ შეიძლება უცებ დაგინახოს, აუ ეს არა, მე საბოლოო ჯამში მივხვდება, რომ მეც რო დაფუძნებელი ვარ, სწორად მეკცევა. მე დამავალ და წერილობით დამავალ. იმიტომ რომ ხვალდაზე გამითხრა, მე რო აქ შეიძლება არ გავაფუჭი და გავაკეთე ჯობილი, შენთვის ეს მე არ დამივალები და რა გინოდა? ხომ როგორც იცი არ ხომ უფროსებმა ხო? ხონი, ანუ პრობლემას დაგავალებული შენ რომელიც არ ეკუთვნის, თუ გამოგივიდა, თუ არ გამოგივიდა და პრობლემა შეიქმნა, ყველა დირექტორზე დამფუძნებელი გვხვდება განდევების ვაცი. ვისთან გავდივარ? იმასთან, ვისაც ხუთები არასწორად დავავალეთ რა. იმიტომ რომ მეც ხომ მყავს დირექტორი ვარ, დამფუძნებელი, მეც ხომ მყავს, ხომ ანუ იმას. ამ დამფუძნებელიც იტყუება და იმასაც ყავს ვიღაცა დამფინანსებელი კიდე. და ანუ საბოლოო ჯამში ის რო არის, ხო ფილმი რო არის კომუნისტების დროს დავალება და 7 თუ 8 ადამიანი და ერთი საწყალი მე კანალიზაციის მის რო აკეთებს, ხო იცი, ანუ ყველა როზე არის, ანუ ანალოგიურად, ამიტომ ეგეთი ტიპი რო არ გახდე, ყოველთვის ნებისმიერ დროს ესე თან საპასუხისმგებლო თემა არის. არ არის ეს სისტემა, სადაც ყოფტები, ანუ ცალიფეხი სამართლებრივ პრობლემაში არ ქონდეს, იმიტომ შეგებლობა არის ესეთი თემა, ყველა ვარიანტში ცალიფეხი გაქვს სამართლებრივ ჩარჩოში რა. იმიტომ რომ ვაი და უბედურობა კაცი გადმოვარდა, ჩამოინგრა, რაღაცა მიწისძვრამ არასწორად ქნა თუ რაიმე ფინანსური პრობლემაც მოხდა, ყველაფერში ხარ ჩარეული პროექტის მენეჯერი. ყველა ვარიანტში დაგირებარებე ფინანსურ პოლიციაში, ყველა ვარიანტში დაგიბარებე გენპროკურატურაში და გაწვალებე. დირექტორი ყოველთვის სიტყვის გამოიშვეს თქვენსკენ ხელს და ერთადერთი გადამრჩენელი რა არის? ფურცელი. ანუ შენ სწორი დავალებები რა მიიღე და შენ დავალებები სად გადაეცი და როდის მიიღე, მაგას გეკითხება დაკითხვაზე ყველა. ანუ რა ინფორმაცია მიიღე, რა ინფორმაცია გაეცი და ამაზე გულგრილობა გამოიჩინე თუ არ გამოიჩინე, გააკონტროლე თუ არ გააკონტროლე. ანუ რეალურად თხოვე როგორც სპეციალისტი პრობლემაში იმაში კი არ თხოვე რომ სპეციალად თუ არ იცოდი შენ ინჟინერი არა, შენ როგორც პროექტის მენეჯერი, ანუ ეს გადაეცი პასუხისმგებელი პიროვნებას, დააწერე? კი. მიიღე მისგან პასუხი რომ ეს უნდა ყოფილიყო? კი. მე ეს პასუხი გადაანაწილე, ვისი პასუხისმგებლობა იყო? კი. თუ არ გადაგინაწილებ, მთელი პასუხისმგებლობა გამოდის შენზე. ამიტომ არის პროექტის მენეჯერი, ანუ ეს კულტურა როცა გააქვს, შენი თამასუკი, ანუ შენ შეგიძლია დიდი ხელფასი მოითხოვო, იმიტომ რომ შენ ეუბნები მე ეს კულტურა მაქვს. და მაგალ დონეზე მინდა ეს ჩავარჯვა. დავიწყეთ, მაგრამ დიდი ხანი არ გაშეს. ამიტომ კიდევ ამბობ, პროექტის მენეჯერისთვის უმთავრესი ამოცანა არის ის, რომ მე ვიწყებ შენებლობის პროცესს, მივდივარ გეოდეზისთან, მივდივარ არქიტექტორთან, მივდივარ კონსტრუქტორთან, მივდივარ ელექტროინჟინერთან, მივდივარ საანებართო პრაქტიკა ექსპერტებთან და მე პროექტის მენეჯერი ვეუბნები, რომ მე ჩემგან რა გინდა, რა დახმარება გინდა, რომ ეს საკითხები დროულად ჩაიაროს. ყველა მეუნება თავიანთ დავალებებს. ანუ ყველა თავიანთ დავალებებს ვიწერ ბლოკნოტში, გამტარი ვარ მე, ვიწერ ბლოკნოტში, ვაკეთებ Excel-ის ფორმატში ამ ჩამონათვალე პიროვნების გეგმა გრაფიკს დავალებებს და ის ხომ მეუნება, რომ პირობითად არქიტექტორი, ინჟინერი მეუნება არქიტექტურული პროექტი გადმომიგზავნე, რომ მე ინჟინერი ამოვაწყო, ხო ესეა? ანუ მე აქ რო ინჟინერი მითხრა, უნდა წავედი არქიტექტორთან, მეილები გავაცვლებინო, გავაკონტროლო ერთმანეთში ინფორმაცია მიიღეს თუ არ მიიღეს. ხო, სწორი მომენტია ჩემგან. ამიტომ ვქმნი პირველი სამუშაოს გეგმა გრაფიკს. ანუ ეს არის თქვენი სამუშაო პროექტის მენეჯერი, როცა ხართ, არის რუტინა რა, ვერ გაექცევი ამ რუტინას. შეიძლება ეს რუტინა გლიდეს, მაგრამ საომავლო თქვენი გადამრჩენელი ეს რუტინა სხვანაირად არ გამოვა. არც იქნება და როცა სწორად აკეთებ ესეთ რამეს, ნებისმიერ დამფუძნებელს და ნებისმიერ დირექტორს ევასები, რომ შენ ეს ასა და ფურცელზე გადატანილი ყველაფერი რა. იმიტომ რომ შეიძლება საველე ჩვენ ხო ვიცით საველე მენეჯერები ვინ არიან, ჭარაბები. მაგრამ
საველე მენეჯერიც კი 24 საათი ფურცლებს უნდა დაათრევდეს, იმიტომ რომ სხვა გზა არ არის. ამიტომ ორივე შეგიძლია ერთად აკეთო, იმიტომ რომ ყოველთვის საველე მენეჯერი როცა ვიყავი და ვიყავი საფრთხეთან წარმოებელი, დიდი ბლოკნოტით დავდიოდი და შემოდარდო. ყველა სიტუაციას ვაფიქსირებდი. დოკუმენტალურად, ვიდეო იმით, ფოტომასალებით მივდიოდი ამის ამობიჭდას ვაკეთებდი, დახარისხებას ვაკეთებდი და სტენდი მქონა სამსახურში და აქტუალური საკითხებს მე გაკვრას ვაკეთებდი, იმიტომ რომ ყველაფრის მართვა არ შეგიძლია, ყველაფრის დამახსოვრება არ შეგიძლია. თუ ეს როგორც არის ხა ბიბლიოთეკაში რო შედიხარ, ხო წიგნი ხომ შეყარო ამ ბიბლიოთეკაში, როგორ არის დაწყობილი თავების მიხედვით და დანომრილია ყველა წიგნი, ყველა სიტუაცია, მთელი ჭკუები არის აქ ხომ დახარისხებული. ვისაც რა ჭირდება ბიბლიოთეკარი, ერთ ბიბლიოთეკას შეუძლია მილიონი წიგნების მართვა, ხო ესეა? ანუ ინფორმაცია მიიღო ჩემგან რომ ეს წიგნი მიდის, ჩაიხედა ინფორმაციაში რა ქონა და გადავიდა ზუსტად და მოგიტანა ის წუთებში, ხო? ანუ აბა შეყაროს მთლიანად ხომრთვი, ანუ ერთ იმაში რას გააკეთებს 200 კაცი არ ეყოფა. გამიგე იმის მართვას. რომ იმან ისწი პირობდა ომი და მშვიდობა რომ გაამიტანოს ლევ ტოლსტოი და წავეკითხო შეიძლება 2 დღე მოუნდეს იმ ერთ ოთახში შექმნილ წიგნს, ხო ესეა? ანუ თქვენ პროექტის მენეჯერები ალაგებთ შიტების მიხედვით ინფორმაციებს რა. თქვენ იღებთ ინფორმაციებს და თქვენ ხართ გამტარი და გადაცემთ. ამიტომ ახლა გავიგეთ გეოდეზისთან და გეოლოგთან და არქიტექტორთან და კონსტრუქტორთან პირველი შეხვედრები ხდება ის რომ ჩვენგან რა გჭირდება. დავალება მიეცა, ჩემგან ხო არ მიეცა დამფუძნებისგან, ხო? დამფუძნებელმა უკვე მიცა რომ მე უნდა ამიშენო 2000 კვადრატი შენობა, დამიპროექტო ესე, გამიკეთო ესე, ამ გადაწყვეტილებას თქვენ არიღებთ, იმიტომ რომ თქვენ არიცით რა უნდა დამფუძნებელს. დამფუძნებელმა ესენი კონტრაქტი აიყვანა, გაუფორმა და თქვენ გეუბნებათ, წადით ეხლა აკონტროლებთ. თქვენ მიდიხართ და თვითონ ანუ ამ პიროვნებებს პროექტი როცა იწყება, ამის გარეშე პროექტი არ იწყება, არც ხიდი, არც რემონტი, არც ქარხანა, არც არაფერი თუ რამე არსებობს, გეოდეზისტი, გეოლოგიური კვლევა, არქიტექტურული კვლევა, კონსტრუქციული კვლევა, საინჟინრო ნებართვები ერთი და იგივე ამ მშენებლობაში ამას ვერ გაიქცევით. იმიტომ რომ მშენებლობა ჰაერში არ ხდება, ხო? მშენებლობა ხდება მიწაზე. ამიტომ ყველა ვარიანტში მშენებლობას აქვს თავის დატვირთვა, ნებისმიერ და იწყება გეოლოგიურად. გეოდეზია ნიშნავს რას ნიშნავს? ვიცით გეოდეზია რას ნიშნავს? არა, თქვენ თუ ვიცით. თქვენ იცით კიდე, თქვენ? 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 გეოდეზია იცით, თქვენ? გეოდეზია ნიშნავს მიწა ხო არის? მიწას აქვს ეს დახრილობა, გადასვლა, გადმოსვლა. გეოდეზია ნიშნავს გარე წერტილებს აიღებს წითელ ხაზებს, ზუსტად, რაც არის მერიიდან და ყველა კვადრატში სად არის ჩასული მიწა, მაღლა, დაბლა, ქანების ზუსტად, ანუ ყველა, ანუ რეპერებს აკეთებს, ანუ წითელი ხაზის აზომებს და თავის სიმაღლეების ჩასვლებს, ამოსვლებს და ყველა ინფორმაციას, რაც შეიძლება ხიარი, კოტეჯია, ანუ რაც არის მთლიანი ინფორმაციას იღებს რა არის მიწის ნაკვეთი, თავის დახრილობით, თავის ფერდობით, თავის კუთხეებით, თავის ჩაღრმავებებით, წითელი ზოლებით და ასე შემდეგ. ანუ ვიცით ხო? იმიტომ მნიშვნელოვანია გეოდეზია, იმიტომ რომ ვიღაცას რო შეეცვალოს წითელი ხაზები და დასვას შენობა, იმიტომ რომ პროექტს რომ მოგწევე და წითელი ხაზების იქ დასვა, ვაი ჩვე რა. ჯარიმა ჯანდაბას კიდე რა. სპორტებში ხო და ამიტომ ვიცით ხო გეოდეზია და ეგეთ საკითხებს უნდა ჩაიწეროთ და გეოდეზიაზე ინფორმაციას გამოგიზანით, ანუ მიგზე, რომ რას დეტალურად პროექტის მენეჯერი სად უნდა ჩაგრმავდეს და ამიტომ ჩაიწერეთ, რომ ეს თემა აგვაქვს დავალებათ, რომ მომავალში, როცა მოვალ გეოდეზიაზე მე შეგეკითხებით დეტალურად, იმიტომ ინფორმაციას ჩაგიგდებთ ეხლა ჯგუფში გეოდეზიის კლიენტურში აღწეროზე, ესე პუნქტუალურად ვიყვეთ და მე კითხვებს რომ დავსვათ, უნდა მიპასუხოთ, იმიტომ რომ მენეჯერის ყველაზე საწყისი წერტილი იწყება გეოდეზიის. მიწა წადი და გადაამოწმე, რა დგას იქ, ხე დგას, ტოტები დგას, მანქანა დგას, ძველი შენობა დგას, დახრილობა რა აქვს, წყალი არის, ჭაბურღული გადის, ხოცი ქვედა ისინი რა ქვია, გეოდეზიის საკითხი არის, მაგათი ჯგუფმა უნდა შეისწავლოს, დამდა კომუნიკაციები გადის თუ არა. ანუ სმიტის მიხედვით და ნორმის მიხედვით მაგათ მიწის ქვეშ კიდე რა გადის, მაგასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ გეოდეზია არ ნიშნავს რომ ზედაპირულად რაღაცა მოიხულიეთ, ნახეთ შეიძლება ისეთი რამე დააზიანოთ, მინახია რომ 2000-იანი გაზის სრუба გაუწყვეტიათ,
ვიჩვენებთ, აი შენებლები ვინც არის ნახავთ და ხელი გამოსულა. კი, ახები კი არა, ის რა ქვია, მე ერთხელ ანუ მუშაობდი, ანუ თბილისის წყალში როცა მუშაობდი. და იმას აკეთებდნენ, ანუ იმის წინ ფანტანს ორთაჭალის ძველი ციხეები რო არის. და თურმე იქ გადის ტელეფონის ისეთი კაბელები, რომელიც შინაგასაქმე და სამინისტრო პირდაპირ უკავშირდება განყოფილებას, პირდაპირ უაიღებს წყალის რო ქონა, რა? წარმოვიდგინე. მიადგენ ძველი ბელარუსით ამას და გაწყვიტეს ყველაფერი დაშალა. დარჩა მიშას დროარი. წარმოვიდგინე, ყველა ტელეფონით ნახევარი ის დაიჭირა ეს მუშები და ისინი შეყარეს ქუჩში და სუჩში. ანუ მოწარმოგიდგენიათ რამხელა მნიჩვენობა, ვითომ? არაფერი არ მიდი, კაცო, ამოთხარით რა. ამიტომ რა უნდა მიიყვანოთ სურათები როგორ უნდა გააშუქოთ, არ ვიცით, მაგრამ დღეს არის ამის ისა, ხო? მნიშვნელოვანია რომ მიწის თითოეული დეტალი უნდა გაშიფრდეს, იმიტომ რომ არავინ არ იცის სად რა გადის, იმიტომ რომ მე მინდორშიდაც როცა აკეთებ ხოლმე და რაღაცას, მაინც არასოდეს არ ტოვებ მაგას, რომ არ მაინტერესებს. ეს თანხა უნდა გამოიყოს და უნდა გაშუქდეს რა. ყველა ვარიანტში ვითხოვა, რა დამხვდება იქ და რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდები, მე ეს კითხვა უნდა დავსვა და მე ეს ინფორმაცია მე ჩემ დაფუძნებელს უნდა უთხრა, მე პროექტში არ შევიყვან და არ დავიწყებ პროექტს, სანამ არ გაშუქდება მიწისა არც კონსტრუქტორმა, არც არქიტექტორმა და არც ინჟინერმა ამის გარეშე არ უნდა დააკეთოს პროექტი. იმიტომ რომ ძალიან ბევრ პრობლემაში მომხდარა ტიპები და ვიცით გეოლოგია ვიცით, იმიტომ რომ გეოლოგია ხდება როგორ? ანუ დახაზეთ რაიმე ოთხკუთხედი რამე გეოლოგია, ანუ პირველ რიგში ოთხკუთხედს, კუბიკს ხაზავს, აი მიწის ნაკვეთი რა ყურე აქ. დავთანხმდით, დაფარა გვაქვს. ეს არის მიწის ნაკვეთი. 0.5 გვაქვს კოეფიციენტი, 0.5 ნიშნავს რომ მიწის ნაკვეთი რაც გვაქვს, მიწის ნაკვეთი რაც არის. ანუ შეგვიძლია 1000 კვადრატიან მიწის ნაკვეთზე 500 კვადრატი შენობა იმას ვქნათ რა ქვია, ავაშენოთ. მაგრამ მნიშვნელოვანი არის მერის, ანუ ამ მიწის ნაკვეთს აქვს თავისი ზოლები. აქვს ლურჯი ხაზები, აქვს წითელი ხაზები და აქვს ყვითელი ხაზები და ასევე აქვს სხივები. ანუ სად უნდა დაიჭიროს? შეიძლება სხივების და ლურჯი ხაზების გამო აქ მოგინდეს შენობის დაჯერა. მივხვდი? ამას მერის ნორმატიული აქტები საზღვრავს. მოინიშნეთ ამ ნორმატიულ აქტებსაც გიგზავნით მე მეილს იმაზე რა ქვია WhatsApp-ში, რომელიც ყველა რეჩი უნდა იმასგანთ, იმიტომ რომ თქვენ კონსტრუქტორს შეიძლება გამორჩეთ და ისე დაგისვას შენობა, სადაც ლურჯ ხაზებს და სხივებს არ ღვებდეს და ამაზე იმხელა ჯარიმები აკიდოთ თქვენ დამფუძნებელს, რომ სერიოზული. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში კონსტრუქტორი და არქიტექტორი სასვავს კუბიკს, ანუ ყველა ვარიანტში ვითხოვთ ამას, რომ რამდენად აკმაყოფილებს მერის ნორმატიულ საზღვრებს. ნორმატიული საზღვრებია, დადგენილია სიგრძე, სიგანე, სიმაღლე და სხივები. სხივები ნიშნავს, ანუ საიდან, ანუ შენობის სიმაღლე როგორ უნდა იყოს განსაზღვრული და შენობის, ანუ წინა და უკანა ვიტრაჟები როგორ უნდა იყოს და ყორყედლები სად უნდა იყოს. სხივები არეგულირებს ამას. ეს პროექტის მენეჯერმა ზოგადად ამაზე უნდა იბაზროს და ზოგადი წარმოდგენა უნდა გქონდეს, იმიტომ რომ თუ მე დავალებას ვიღაცას ვადებ და ვიღებ რაღაცა წარმოდგენა, მე რაღაცა საკითხზე უნდა მქონდეს. ამიტომ პირველ რიგში ამის გარკვევის შემდეგ არქიტექტორი აკეთებს ამ სხივების დაჯერას, კონსტრუქტორი არ აკეთებს, რო იცოდე. ეს არის არქიტექტორის თემა, რომ განსაზღვროს შენობის სხივები და შენობის ლურჯი და ყვითელი ხაზები. ამის მერე როცა დასვავს არქიტექტორი ამ გეგმას, არქიტექტორი მოვალია გადაუგზავნოს კონსტრუქტორს. კონსტრუქტორი იღებს, თქვენ ხო იცით როგორ არის განუცვლი, იღებს აკეთებს ესეთ რამეს, კუბის ქმნის, შენობა არის ესეთი, აქ დადგა შენობა, 9 სართულიანზე ესე კუბიკს იღებს, მთლიანობაში, რამდენი სართული არის კოეფიციენტით, ანუ შეყავს ნორმატიული აქტი და ლირის პროგრამაში შეყავს. შეყავს და ანუ იწყებს ფიცგების, ანუ როგორც არის სეისმოლოგიური ფიცგების დარტყმას. ანუ ეგ პროგრამა რამენაირად უნდა ჩამოვთვლითოთ სადმე და რაღაცა არსებობს, ანუ YouTube-ში ლირის პროგრამა, YouTube-ში მოკლედ ვიდეო ჩამოვთვლით და ამ ვიდეო ჩაგიგდებთ, როგორ. ანუ კონსტრუქტორი დარტყმის მიხედვით, ლირის მიხედვით, ლირის ფაილის მიხედვით, ანუ ხედავს კომპიუტერში, სადღაცა დაწოლა მოხდა მეტი მიწის იმაზე, სადღაცა მოხდა ნაკლები. ამიტომ სადღაც დაწოლა მოხდა მიწის ანუ რელიეფზე, ანუ მოსინჯავს თვითონ
ხაზავს სად უნდა დაერტყას გეოლოგიური ჭაბურღული. ანუ გეოლოგი არ საზღვრავს მაგრამ სად უნდა დაარტყას ჭაბურღული. ანუ კონსტრუქტორი როგორც კი შეიყვანს ლილის პროგრამაში პროექტს, ანუ ფლიანობაში, ანუ დასვავს აი აქ წერტილებს მოხაზავს და უგზავნის გეოლოგს, იმიტომ რომ ვიბრაცია მიიღო 20 მეტრაზე. ანუ ის ეუბნება რომ უკვე 20 მეტრიანი ჭადა მეთქი. იმიტომ რომ მე უნდა ვიცოდე, იმიტომ რომ ვიბრაცია დარტყმის ძალა ვიგზევნე 20 მეტრაზე, თვითონ პროგრამა მიგზნო, ეუბნება და ანუ დაშვება, ანუ გეოლოგიური, ანუ კვლევაზე გადავიდეთ ახლა აქ. მე მაგა გაკეთებული, როგორ არის აქ მონიშნული. ანუ კი რუტინულია, მაგრამ ეს ზედაპირულად უნდა იცოდეთ რა, ანუ ამის. ავედით. აქ გეოლოგიური ხო გეოლოგიური ესე იგი გეოლოგი თვითონ არ საზღვრავს, მოკლედ, რამდენიანი დიამეტრის ბურღი უნდა დაარტყას და სად უნდა დაარტყას. ამაზე შევთანხმდით და ამის კონკრეტულ გეოლოგიური ანუ პროცესებსაც ჩაგიგდებთ, ანუ მოკლედ მონახავს რა. საზღვრავს იმის გარო, უნდა დაავალოს მან კონსტრუქტორი. გეოლოგიური კვლევაზე მოდის აი ესეთი რამეა, ჭრილი გამოხატული, აი ეს დაგიხატავს გეოლოგი და ფენების მიხედვით დაგიწერს. აი ამ 3 მეტრაში არის ესეთი ფენა, აქ 3 მეტრაში არის ესეთი ფენა, აქ არის წყლოვანი, აქ ანუ თქვენ რო წაიკითხოთ პირობითად რა. ეს თქვენი პრეროგატივა არ არის, მაგრამ უფრო საინტერესო თემა არის, მაგასაც ჩაგიგდებთ გეოლოგიურ სურათს, რომელზედაც არის ფენები. მერე მოდის ეს ისევე კონსტრუქტორთან, კონსტრუქტორს შეყავს ეს მონაცემები თვითონ, ანუ ლილის პროგრამაში, ანუ რა ხრეშოვანია, კლდოვანია თუ რაღაცა და იმის მიხედვით აკეთებს უკვე არმირების მიცემას. ანუ კონსტრუქტორიც არ სარბობს. კონსტრუქტორი პირველ რიგში იწყებს რას? კონსტრუქციული ნახაზი საერთოდ არ იქნება. იწყება პირველ რიგში ანგარიშები. ანგარიშები ქვია ამას, ვისაც ახლა არქიტექტურა აქვს დამთავრებული, იცის. არანაირი კონსტრუქტორული პროექტს არ აკეთებს არმატურის ანგარიშებს. საძირკველში როგორი არმატურა უნდა იყოს? სვეტებში როგორი არმატურა უნდა იყოს? დიაფრაგმაში როგორი არმატურა უნდა იყოს? კიბეებზე, ანუ მაგას საზღვრავს პირველი ორი ტიპი მუშაობს კონსტრუქციაზე. ერთი არის ანგარიშებს აკეთებს და მეორე ანგარიშებს რო გააკეთებს, მეორე უკვე ამ ანგარიშების მიხედვით არის კონსტრუქტორი, რომელიც უკვე როგორც არქიტექტორი დგება და აკეთებს ნახაზებს, ჭრილებს. ხო გინახიათ ჭრილები? ჭრილებსაც მოგიტანთ და როგორი არის ეს ჭრილები, ანუ აკეთებს, ანუ ფლიანობაში არის ბადე, ხო? ანუ აკეთებს ესეთ ნახაზს და ასე დაყობს არმატურას და დააწერს. ეს არის 12-იანი პირობითად თავის კატეგორიას დააწერს აქ. და ესე ჭრილებში გამოგიყვანს, რომ შენთვის იყოს წასაკითხი მარტივად, უმარტივესად რა. ჩვეულებრივ ჩახედო ელემენტარულად გეომეტრია და მათემატიკა თუ ვიცის, ანუ მაგის პრობლემა არ ექნება რა. ანუ ეს არის მნიშვნელოვანი. ამის შემდგომ რეალურად გადავიდეთ, ამის შემდგომ გეოლოგმა მოკლედ ეს დასვა კონსტრუქტორმაც შექმნა პროექტი და კონსტრუქტორი არქიტექტორს, რომელიც ქმნის თავის პროექტს, უგზავნის მოკლედ თავის შექმნილ პროექტს, იმიტომ რომ არქიტექტორმა შეიძლება თქვას, რომ მოდი 20-იანი ფილა უნდა გავაკეთო, მაგრამ კონსტრუქტორი ეუბნება არ ყოფნის 20-იანი ფილა, 22-იანი უნდა დაგვითვეთ. ამიტომ არქიტექტორი არ ასრულებს, სანამ კონსტრუქტორისგან არ მიიღებს ზუს, ანუ სისქეებს, რისას. ანუ კოლონების სისქეს საზღვრავს კონსტრუქტორი,
იმიტომ რომ არქიტექტორმა კი უთხრა რომ 40-60-ზე იყოს, მაგრამ კონსტრუქტორი ეუბნება არ გამოვა 80-60-ზე უნდა იყოს. ამ პირიქით ბევრია 80-60-ზე, რომ ბევრი ადგილებზე კონსტრუქტორი ავიწროვებს იმას რა ქვია, პირიქით რაც უფრო პატარა არის კოლონა ხო იცით რა არის? ხო იცით კოლონა ხო იცით რა? ანუ კოლონას პირიქით რო გონია თუ დიდი კოლონა კარგია არა, პირიქით კონსტრუქტორი სადღაც ავიწროვებს კოლონას რომ სიხისტე ქონდეს, გადახრის მომენტი ქონდეს ძლიერი რა. როგორც კი არ ექნება გადახრის მომენტი, ჩაწყდება ეს კოლონა და არ ემუშავებს რა. რატო ჯობია მიწის დროს პირობითად ძველი აშენებული კორპუსი ხო იცი რატო? ტრეკადი, იმიტომ რომ თვითონ ეს სინკარები არის დადებული და როგორც აი მინახია ლილის პროგრამაში რომ შეიყვანე როგორც პიანინოს კლავიშები ისე თამაშობს. და მთელი ჩვენი მონოლითზე ადგება რაღაც კოლონას. კოლონა, იმიტომ რომ მაღლა ფილა არ მოძრაობს, ანუ არა აქ ანუ გაჭრა, მაღლა ფილა არ მოძრაობს და ამიტომ აღება კოლონა. როგორც კი ჩაწყდება დაბლა, შეიძლება კლიანი კარგია, ჩაწყდა თუ არა ერთი კოლონა დაბლა, კლიანი შენობა იშლება რა. მაგრამ იმასა კარგი ახალ შენობას რომ წვება ნელ-ნელა. გამიგდა ძველ შენობას კლიანი სინკარი თავზე დაგეხმება და ამის არ დაგეხმება თავზე, ხომისთვის სინკარი დაწვება, ნელ-ნელა დაწვება და ეგ აქვს და ანუ ადამიანის გადარჩენის მეტი შანსი არის ახალ შენებლობაში, ვიდრე ძველ შენებლობაში. სწორად არის. თუ სწორად არის, იმიტომ რომ უნდა დაწვეს. წესი და რიგი. წესი და რიგით უნდა დაწვეს. მაგრამ ძველ შენობას აქ ერთი რაღაცა სულ ცხოვრობთ, მაგრამ ვის იმდენად რეკადია, რაღაც მიწისძვრას უძლებს და დგას, მაგრამ ეს თუ დაზიანდა დაუშვათ კოლონა, ხო შეიძლება იდგეს, მაგრამ უკვე კი, მაგრამ უძლებს, იმიტომ რომ გადამბულობა არაფერში არ არის. მაღლა ფილები თამაშობს და ეგ არის, ანუ შატკა აქ, ამიგე აი ეს დარგის ეს ისინი რა, ფილებით შატკა აქ და მომიყურებია ისეთი ისა, ანუ მაგრამ უბრალოდ ჩვენ ხო ვიცით რომ ბეტონს რამდენია 50 წელი აქვს სიმტკიცე და 50 წლის მერე მარკიანობას იზრდება 50 წელი, ანუ მარკიანობა ხო იცით რა არის, ანუ უფრო კარგი ხდება ბეტონი და მერე 50 წლის მერე იკლებს, უკან მიდის. ნუ ეს ავისწავლეთ ტექნიკური იმაში, უკან მიდის და 70 წლის მერე პირდაპირ ამობენ, ანუ ბეტონის, ანუ ის ვინც ქმნის ამ ბეტონს ლაბორატორიაში, რომ всё 70 წლის მერე ექვემდებარება დემონტაჟს რა. უკვე გადადის მეორე კატეგორიაში მერე აწერენ მესამე კატეგორიას მერე მეოთხე კატეგორია, მეხუთე კატეგორიას რომ მიანიჭებენ, ის არის უკვე ანუ მერია მაგას აკეთებს, ანუ სტატისტიკა აქვს მაგის. მაგას ვაკეთებ მთელი 10 წელი. ხო რა? ლაბორატორიაში ვმუშაობდი ავარიულ შენობებში. კი, ავარიულ. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ახალი შენობები ძალიან ბევრი შემოდის. ამიტომ კიდევ ვამბობ, ჩვენ გავდივართ ახლა იმას, რომ კონსტრუქციული პროექტი და არქიტექტურული პროექტი ერთად თავდება. არ არსებობს, რომ დაამთავროს არქიტექტორმა და გადაუგზავნოს კონსტრუქტორს. და მე კონსტრუქტორმა გამოუგზავნოს დასრულებული, უკვე მოუწევს ორმაგი თანხის გადახდა. ხო, ამიტომ მენეჯერის ფუნქცია მე რო ავიღე თქვენგან, თქვენ ხარ დირექტორი, ავიღე ზუსტად ამ კომუნიკაციას ვარეგულირებ რა, რომ ზუსტად ამ სიმცეში, იმ დროში ერთმანეთთან კომუნიკაცია მოხდეს და ერთიანად დაასრულოს. ეს კომუნიკაცია კიდევ უნდა იყოს ფურცელზე. ყველა დავალება უნდა გადაცეთ ფურცელზე. ყველა დავალება უნდა მიიღოთ ფურცელზე. კრიზისული სიტუაცია დაგიდგება თუ არა, იმიტომ რომ არის გამოუვალი სიტუაცია, იმიტომ რომ კონსტრუქტორი იძახის, მე ამას არ გავაკეთებ, არქიტექტორი იძახის, ამის გარეშე ვერ გავაკეთებ. კრიზისებს აფასებთ, ემოციას არ უნდა აყვეთ, უბრალოდ აფასებთ, შეფასებას უკეთებთ და თქვენ შედიხართ დამფუძნებელთან და ეუბნებით ეს კრიზისი როგორ მოვაგვაროთ. არა იმოთ საკუთარ თავზე კრიზისის გადაწყვეტა, იმიტომ რომ თქვენ არ ხართ სპეციალისტი, რომ კონსტრუქტორი იძახის, რომ მე 60-იან კოლონაზე ნაკლებს ვერ გავაკეთებ, არქიტექტორი იძახის, რომ 20-იან კოლონაზე მეც ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ არ მიჯდება ნორმატიულ აქტში, მეზობელის წითელ ხაზში გადავდივარ, უკვე გამოდის რომ და მე 51 ინჟინერი იძახის, რომ მეც ვერ მოვარგებ ამას. ანუ გამოდის რომ შევედით უტოპიურ მოქმედებაში, არქიტექტურად არ ერგება და ნებართვას ვერ ავიღებ, კონსტრუქტორი იძახის, რომ მე სხვანაირად შენობა დაგემგრევა, ინჟინერი იძახის, რომ მეც ამას ვერ გავაკეთებ. შევდივარ თუ არა კრიზისში. კრიზისს უნდა თუ არა გამოსწორება, ხო? ანუ ვაფასებთ სისტემას. ესე იგი ნიშნავს, რომ ყველა ვარიანტში პირველი შეფასება მოხდება როგორც მენეჯერის უსაფრთხოების კუთხით. თუ კონსტრუქტორი ამბობს, ვინ არის მართალი, რაღაცა მომენტში მოსამართლეობით ვართ, ხო? თუ კონსტრუქტორი იძახის, რომ 60-იანი კოლონაზე
ნაკლები და 20-იან კოლონა არ გაუძლებს და ვიღაცას ეს დაენგრევა თავში და ეცემა, ესე იგი ჩვენ კონსტრუქტორებთან უნდა წავიდეთ, ხო? იმიტომ რომ სიცოცხლის ან ჯანმრთელობა ყველაზე ძვირფასია, ხო, სამყაროში, ხო? ყველა ფულის ჭყალებში დედავატირეს, სადაც სიცოცხლის და ჯანმრთელობას ექცევა, ანუ ნეგატიური ის. როგორ უნდა იცხოვრო შენ როგორც პროექტის მენეჯერმა თელი ცხოვრება, რომ შენი ამ გადაწყვეტილებით მიდი რა დაიკიდე, ბევრს უქნია, ხო იცი ეგრე? დაიკიდე რა, წავა რა. ანუ როგორ უნდა იცოცხლო, ხო? არა უშავს. არა უშავს. ამიტომ ვიწყებთ რომ ეს კონსტრუქტორი მართალია. და მე მივდივართ არქიტექტორთან და არქიტექტორის ვეუბნები შენ უნდა დათმო რაღაცნაირად მოვაღვარ. არქიტექტორის ძახის ვერ დავთო. ამიტომ ავდივართ მერიის სამსახურში. მერიის სამსახურში ვიჭედები ის ამბობს რომ აი ვერ შევატახო. მერიის სამსახურს კითხვას ვაძლევ და ვეუბნებით რომ ამ სიტუაციაში ვიჭედებით და რა ვქნა. აი სხვაგვარად ვერ ვითვისებ. მერიის სამსახური უკვე გამონაკლისების უფლებას გაძლევს ამ იმში რომ კი ბატონო მოდი ესე ვქნათ რომ აი რაღაცა სხივი დაარღვიე კი ბატონო გაძლევ ანუ ჩვეულებრივ შეუძლია ან ის ლურჯი ხაზი დაარღვიე და სისტემურად ჩასვი. ესე იგი გამოსავალი ყველა ვარიანტში არსებობს. მაგრამ პირველი გამოსავალი კრიზისში როცა შეხვდები სიცოცხლის ან ჯანმრთელობას თუ ეხება ყველა ვარიანტი პირველი მაგას აფასებ. თუ არ ეხება მაშინ მიდიხარ ფინანსურად რას არ არის მათგება მივხვდი შეფასებას. სიცოცხლის არ ეხება ჯანმრთელობას, მაგრამ რეალურად შენ პროექტის მენეჯერი იმიტომ ხარ, რომ მე დამფუძნებლისათვის და დირექტორისათვის ფინანსური ნორმალური სარგო მოგიტანო, ხო? მეორე კრიზისულ შეფასებას ვაკეთებ, რომ ფინანსურად თუ პრობლემა არის, მე მივდივარ და ორივეს ვათანხმებ კონსტრუქტორთან და არქიტექტორთან, რომ მოდი, მაო გამოსავალი ვნახოთ რა. ფინანსურად მე 20-იანი კოლონაზე თუ გამიზდი და 60-იანი კოლონას გამიკეთებ ზარალში ვარ. მაგრამ შენ თუ დამისაბუთებ, რომ ეს აუცილებელი მოთხოვნაა და ეს უსაფრთხოების ნაწილში გადის, მე ამაზე მოყვებ, იმიტომ რომ ეს ყველა ვარიანტი, მაგრამ შენ თუ იმას მეუბნები, რომ ეს უსაფრთხოების ზონაში არ საზღვრავს არაფერს და მაინც გრადი იქნება და მაინც 60-იანმა გამიკეთო, მაშინ მე მოსაძებნი ვყავს სხვა კონსტრუქტორი, ხო? ანუ გამოსავალი სხვა არის ადამიანი პრინციპზე ხო არის, ან ბევრი რომ პრინციპზე დგებიან რა. ქართველები ჩვენ ესეთი ვართ, რომ აი რაღაცა შეიძლება დავინახოთ თუ არასწორად გავაკეთებ, მაგრამ არ გვინდა ზადნი მივცეთ რა. ბევრი არქიტექტორები და კონსტრუქტორები მაინც განსხვავებული ტიპებია. არქიტექტორები შეიძლება გადაგრიოთ. ხო გქონიათ ურთიერთობა, ანუ სხვანაირი ხალხი არიან, სხვაგან არიან წაღებულები, მაგრამ თავისი გაფრენებია. ხო, თავისი გაფრენებია და შენ როგორც მენეჯერი შენ არ მოგდებს. სურაი დათარებული აკადემიის თუ გებეის. ხო, ესაც რომელი კარაჩი. უფრო გაფრენებული? გადაეკიე, თუ აღები ემოციურად. ტექნიკური ინჟინერია, ნაკლებად და შეიძლება ესეთ რაღაცა დახატოს, რომ ეს მინდა რომ გავაკეთო და შეუძლებელია იმას გაკეთება. ხო, შეიძლება საოცრად ანუ წაგიყვანს სადღაცა რა, იცე გაბუდიალებს იქით აქეთ, რომ აი ბოლოს მივხვდე რომ აუ რა შვებია. ამიტომ მასაც ჭირდება, მე მივხვდი, ანუ გამოფხიზლება. თვითონაც ამბობ რომ ხანდახან გამოგვაფხიზლებთ, ანუ ეგეთი ტიპები არიან რა. მხატვარია და ხო, და წარმოსახვა და ანუ გისმის, მაგრამ არ გისმის რა. ანუ შენი ბიუჯეტი ის არის რომ აი ვიზუალობა დაიცას და შენ ვაფხიზლებ რომ ბაუდი რა დროს ვიზუალობაა, მე შედეგი მჭირდება რა. თავისას და ამიტომ სტრესი იზრდება თქვენი სტრესის დონე იზრდება მაღალზე ამ პერიოდში, იმიტომ რომ პირველი წინააღმდეგობა მოხდით ანუ იმაზე რომ აირიეთ, იმიტომ რომ კონსტრუქტორი ერთს ამოს, არქიტექტორი მესამეს, ინჟინერი მესამეს სტრესი გადმოვიდა. მეორე ადიხარ მერიაში და იდიოტები ხვდებიან და ის გეუნებიან გამოსავალი არ არსებობს. მესამე კონსტრუქტორი გაშინებს რომ ეს უსაფრთხო არ იქნება. მეხუთე გეუნება დამფუძნებელი აბა ვინახარ შენ ამ მენეჯერი შენახარ ამას ვერ აგვარებ, გამიგე და იზრდება სტრესის დონე. ამიტომ აქედან გამოსავალი არის ის რომ დადგე პასტა და ფურცელზე აიღო და ყველა საკითხი, ყველა ბრალეულობა გამოხატო. საბოლოო ჯამში ბრალდებელი გამოდიხარ, იმიტომ რომ ბრალდებელი იმაზე კი რომ სწორად შეაფასო რა თქვა კონსტრუქტორმა, სწორად შეაფასო რა თქვა არქიტექტორმა, სწორად შეაფასო მერიამ რა თქვა და ეს მისცე წერილობით შენ ხელმძღვანელს და უთხრა მე ვარ შემფასებელი, გადამწყვეტი არა ვარ, უყურე? როგორც კი ამას ეთქვი, ისიც კარგ სიტუაციაში არა, იმიტომ რომ შენზეა დამოკიდებული, ხო ესია პროექტის მენეჯერზე, იცის რომ შენ ეს უნდა გააკეთო, თქვენ შეთანხმდით ბონუსებზე და ყველაფერზე და თხელი ჩაარტყით, იმას გონია შენ ხარ სუპერ რა, ადრე უძახოდნენ всё და შენზეა დამოკიდებული. ამიტომ შენ როცა შედიხარ და ეუბნები რომ ამას მე უკვე მე ვეღარ მართავ. სტოიციზმს ხო აქვს, ანუ რაც მე ჩემ კონტროლ ქვეშ არ არის,
ის იმაზე მე როდესაც ვიწყებ ძალის დახარჯვას, ეს ნიშნავს, რომ მე უკვე სხეულს ვაყენებ მთელ ენერგიას, იმიტომ რომ ყველაზე დიდი სტრესი არის ორი იმას უშვებდნენ კომუნისტებისთვის, თუ გახსოვთ ახლა თქვენ გემახსოვრებათ, ანუ პარაბები და მშენებლებს უშვებდნენ 20 წლიანი სტაჟის მერე პენსიაზე და პოლიციელებს, იმიტომ რომ უზარმაზარი სტრესია. ეხლა ევროპაში და ციგრე, ევროპაში 17 წლის მერე თუ გაქვს ნამუშევარი პროექტის მენეჯერად და მშენებლად მიგაკ, ანუ ეს ისინი საბუთები იმაში შენი შრომის წიგნაკი და 18 წელიწადში გიშვებენ პენსიას, დიდ პენსიას გაძლევენ. რატო? უკვე შეფასებულია, რომ ძალიან სტრესულ სიტუაციაში გიწევს მუშაობა რა. და რატო? ამიტომ პირველი ფსიქოლოგიურად უნდა მოემზადოთ, როცა ხარ პროექტის მენეჯერი. იცოდეთ, რომ ძალიან ბევრი ამაში გაიჭედებით, ახლა ვისაც გამოცდილება გქონია და ვისაც ის ერთადერთი თქვენი გადამჭრელი არის პასა და ფურცელი, სწორი კიდე იქამდე მივდივართ, სწორი დავალებები, სწორი ინფორმაციის მიღება, სწორი ინფორმაციის ფურცელზე დაწერა და თქვენს დამფუძნებელთან ან დირექტორთან მიტანა. ეს არის პროექტის მენეჯერის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია მოვალეობა. ამის მერე ჩვენ გადავდივართ, როდესაც უკვე შევქმნით ეს სტრესებიც გავიარეთ, პროექტით შევქმნით, ნებართვაც ავიღეთ. თქვენ ხართ ჩემი ბატონი და რა ვშვებით? შენებლობას როგორ დავიწყებთ კაცო? ჩვენ ბიუჯეტი უნდა მოვამზადოთ. ბიუჯეტია ეხლა. ვერაფერს ვერ ვიწყებთ. ვერაფერს ვერ ვიწყებთ. აბსოლუტურად ვერაფერს ვერ ვიწყებთ რა. ბიუჯეტი გვაქვს მოსამზადებელი. გეგმა გრაფიკსაც ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ გეგმა გრაფიკის ბიუჯეტია. რა ვშვებით ახლა პროექტის მენეჯერები? ევიღეთო ნებართვა იმერულად თვლამობენ, რა? ავაშენეთ ხო თუ სოიტის მერე დირექტორი. რა ვშვებით? ახლა იწყება დასაწყისი. რა ვშვებით? თქვენი სასაცილო რას ვშვებით? პირველს რას ვაკეთებთ რა? ხარჯაღლიცვას კი ვაკეთებ, მაგრამ არა გავაკეთოთ ახლა. შემოსვლამდე პროექტი უნდა დასრულდეს. დასრულდა პროექტი. всё, ახლა ვიწყებთ რა დავალებებს? პროექტის მენეჯერი ძალიან ლამაზად ანალოგიურად უბრუნდება. პირველი მიდის კონსტრუქტორთან და ეუბნება სამუშაო ნახაზი მომეცი თავის მოცულობ. ყველა ვარიანტში იმის პრეროგატივა. რას ნიშნავს? სამუშაო ნახაზი ნიშნავს დეტალურად გაშიფრულ მოცულობებს, კვანძებს, წვრილებს, არმატურას, ბეტონის მოცულობას, არმატურის მოცულობას თავების მიხედვით. პირველი საძირკვლის ფილა, მეორე სვეტები, მესამე დიაფრაგმა, მეხუთე ნული გადახურვის ნიშნულის ფილა. ანუ ეტაპობრივად მიყვნენ, ჩაიწერეთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ვინც უნდა იყოს, რომ მიხვალ პროექტის, ანუ ეუნები პირველი, სანამ მიწის სამუშაოებზე დაიწყეთ. ხო ვიცით ხო? ამას. სანამ მიწის სამუშაოებზე დავიწყებთ. ანუ პირველი დავალება არის, რომ მე უნდა მომცე თავების მიხედვით. იმიტომ ერთიანად არ გაწყობ თქვენ ეს თავების მიხედვით. შეგიძლია ეს პირდაპირ თავიდანვე მე ხო თქვი ორი ტიპი მუშაობს კონსტრუქციებზე. ერთი არის ანგარიშებს რომელიც აკეთებს და მეორეა პროექტსაც რომელიც ქმნის. თქვენ ამაზე კარგი ამომთვლელი, ამაზე კარგი მოცულობების დამაზუსტებელი კაცი არ გეყოლებათ არცად რა. მე შეიძლება ხარჯაღლიცველი ვარ, მოცულობები ამოთვალ, მაგრამ ის რომ მოცულობებს ამოთვლის იმას შენ შეგიძლია დავალება მიცე თავის ათხოვდებით, ხო იცი კონსტრუქტორებს რომ ვაძლევ დავალება სამუშაო ნაბათ, თავის ათხოვდი რა არის, აი არმატურა რო იჭერება 12 მეტრიანი არმატურა და უნდა ამოვიღოთ 3 მეტრიანი, 2 1 მეტრიანი და 2 მეტრიანი, ხო? იმას ხო ათხოვდი ჯდება. ანუ ეს ათხოვდი რამდენად ითვლება ყველა ოპერაციაზე, ხო? ანუ ამასაც კი გეუბნება. ამაზე კარგი ტიპი, თუ მე სწორად მიუდგები კონსტრუქტორს და მე თუნდაც იმან მითხრა რომ დღეს ახლა 3 ლარია, ხო? პირობითად ბაზარზე კონსტრუქციული პროექტის გაკეთება კვადრატული. მაგრამ მე რატომღაც ვიხდი ხოლმე 54 მეტრს, რომ მე მირჩევნია კონსტრუქტორმა მომცეს ზუსტი მონაცემები არმატურის, ბეტონის, თავისი ათხოვდებით, ვიდრე რაც არ გინდა გამოსტილი ხარჯაღლიცველი იყოს და რაც არ გინდა მოცულობის ამოთვლილი, იმაზე ზუსტ ვერ მომცემ. ამიტომ 50 თეთრი არაფერი არ არის და უნდა 40,000 იმ რა ქვია 10,000 კვადრატ შენობაში 5,000 ლარია, ხო? და ამას მე ყოველთვის ვარწმუნებ მე დამფუძნებელს და თუნდაც დირექტორს ეს არის გადასახდელი აუცილებლად. იმიტომ იმხელა მოგებას მოგიტანს და იმხელა ზუსტ ციფრს დაგისვავს, რომელიც კიდევ ისე დაგიჭრის, რა ქვია,
პრარაბი ამას, რომ სერიოზულ პრობლემაში წახო. ამიტომ პრარაბსაც სამუშაო ნახას ისი აძლევ, როგორ უნდა დაჭრას თითოეული ალმატურა და როგორ უნდა ააწყოს უკვე ეს სამუშაო ნახაზი საკა გაწყობილი. ამიტომ პირველი, უკვე გადავედით მეორე ეტაპზე, პირველი ეტაპი მივდივართ ჩვენ და დავალებებს ვაძლევთ, ვის? კონსტრუქტორს მოცულობა ამოგვითვალოს, ბეტონი ალმატურა, მეორე მივდივართ არქიტექტორთან მივდივართ და ვეუბნებით ყველა სამუშაოს, მოცულობა. პირველ რიგში რას ვეუბნებით? გეგმების, კვადრატულობა, სამშენებლო ფართს ვეუბნებით. ჩვენ პროექტის მენეჯერებს ვპირდება სამშენებლო ფართი. მეორე ფართს ვეუბნებით დიაფრაგმები. იმიტომ რომ მეორე ფართი, რომელიც სამშენებლო ფართში შედის, ეს არის ფილა არის ჰორიზონტალური სამშენებლო ფართი და დიაფრაგმა არის ვერტიკალური სამშენებლო ფართი. იმიტომ რომ დიაფრაგმაზე უფრო მეტი საწვალებელია ვიდრე ფილაზე. ხო ესეა გამოცდილება თქვენ ხართ, იმიტომ რომ დიაფრაგმა ორივე მხარედან ყალიბებდა და ჭერა ხდება და ჰორიზონტალურად გავაჭერებ. ფილა ხდება ერთი იმიდან და ის ვერტიკალურად ხდება და ის ჰორიზონტზე, რომელიც ჰორიზონტი დაკავება ბიჯგებით, დანგრადებით ადვილია. ამიტომ ჩვენ მშენებლები და პროექტის მენეჯერები თვლით, რომ სამშენებლო ფართი გვაქვს 10,000, მაგრამ დიაფრაგმა 5,000 რო გვაქვს. ამას არასოდეს არ ვაფასებთ ხოლმე, რომ ეს არაფერი არ არის, რა. დიაფრაგმა ყველაზე დიდ დროს მოითხოვს. იმიტომ რომ დღეს ახლა ყალიბები კარგად იცით იმ კოლონების სვეტებზე არ გადავდივართ, იმენად სწრაფად არის სვეტების ჩასხმა და ყველაზე დიდ დრო რამე აქვს. დიაფრაგმის. ამიტომ ჩვენ მივდივართ არქიტექტორთან და ვეუბნებით ორ ძირითადად ჰორიზონტალური სამშენებლო ფართი გვინდა და ვერტიკალური სამშენებლო ფართი გვინდა აუცილებლად პირველ რიგში მე როგორც პროექტის მენეჯერს. და რატო? და კიბის უჯრედების, საფეხურები გვინდა აუცილებლად, რაც ჰორიზონტზე, რაც ვერტიკალზეა. მე მინდა სართულების მიხედვით ყველა კოლონის დიამეტრის სიმაღლე სართულების მიხედვით. ამის შემდეგ მე მინდა უკვე ფანჯრების კვადრატულობა, თავის სპეციფიკაციები, მე მინდა უკვე კედლების, გარე კედლების, და შიი ტიხრების, ფუნდამენტალური ტიხრების, მოცულობები, მე მინდა უკვე ტიხრების, რომელიც არის უკვე შიდა დატეხულები 10-იანი ბლოკით და 20-იანი ბლოკის, მე მჭირდება კვადრატულობა შიდა გაჯით ლესვის, მე მჭირდება სადარბაზო კვადრატულობა, რომელიც ცემენტ უნდა გავლესო, მე მჭირდება წერტილები კანალიზაციის, წყლის, ელექტროენერგიის აბსოლუტურად ამას მე ვაძლევ არქიტექტორს, იმიტომ რომ ყველაზე კარგად ამას ამოგითვლით არქიტექტორი. სხვა ვერავინ ვერ ამოგითვლის ახლა. რაც არ გინდა ჩვენ ამავთვალები ვიყოთ, კი, ვარ სპეციალისტები, მეც ვითვლით, თქვენც დაითვლით, მაგრამ პარალელურად ჩემ დათვლის წყაროსაც ვაკეთებ. მე არ ვჭერდები. ჩემ ხარჯაღლიცველი ზის პროექტს ვუდებთ და პარალელურად ისიც ითვლის. ჩვენ ახლა ხარჯაღლიცვაზე რო გადავართ, ახლა მეორე ლექციას ახლა დავუწყებთ, დეტალურად გავიაროთ ეს როგორ უნდა ამოთვალოთ, მაგრამ კიდევ პროექტის მენეჯერის კულტურა არის, რომ მე ზუსტად მინდა ინფორმაცია მომივიდეს წერილობით, რომ ყობა, ამდენი კვადრატია ჰორიზონტი, ამდენი კვადრატია ვერტიკალი, ამდენია გაჯი, ამდენია. ეს დამეწეროს მე ოფიციალურად. მე სამშენებლო ფართი უნდა ვიცოდე, ოფიციალურად უნდა დამეწეროს. მეილზე მე რო ის გამომიგზავნის, ეს ნიშნავს, რომ მე ოფიციალურად დამეწერა. კონსტრუქტორი რო გამომიგზავნის მასალებს დამეწერა ოფიციალურად, იმიტომ რომ მოხდება გარღვევა თუ არა, თუ მე ოფიციალურად არ მაქვს ინფორმაცია მიღებული და მე შენი ხარჯაღლიცველმა გააკეთა კი ბატონო, მაგრამ მე მეტყვია პროექტის მენეჯერს, ვინ შექმნა ეს კონსტრუქტორი? რატო არ წახვიდე კონსტრუქტორს, რატო არ კითხეს მოცულობები? რავი დამეზარა. დაგეზარა, კაცო, ხელა ფული გადავიხადე, ხო? ამიტომ რატო მე იმასაც ვიტყვი ხა შემაჯამებელს, რატო უნდა მოთხოვოთ პროექტის მენეჯერმა ყველაზე დიდი თანხა და ხელფასი და უნდა დაჟდეთ ბონუსი. თქვენ ეს ყველაფერი უნდა დაუსაბუთოთ საუბარში დაწყების წინ თქვენ დირექტორს, რომ ეს მოიცავს ამ შრომას და ნუ უყურებენ პროექტის მენეჯერს, რომ არაფერი არ არის, დაავალე იმას, მერე წამოვიღი აქ მიიტანე და კოკა თუ გაგიწყდება გზაში, მერე მოდი დავყეროთ რა და ეს არა. ამიტომ ვამბობ, რომ მე მინდა რომ იქამდე მიყვებოდ თქვენი ხელფასი უნდა იყოს მაღალი, მაგრამ უნდა გახდეთ პროფესიონალი, საკუთარ თავზე უნდა იმუშაოთ. ამ დონეზე რომ მიხვიდეთ, უნდა პროფესიონალი უნდა იყოს. პროფესიონალი გახდები მაშინ თუ დოკუმენტაციასთან მუშაობა შეგიძლია. არ არსებობს ადამიანი, რომ ვისაც დოკუმენტაციასთან მუშაობა არ უყვარს,
ფურცლით არ დაავალებს ვიღაცა და ფურცლით არ მიიღებს, ყველა სიტუაციას არ გაცემს და დაახარისხებს და დაარქივებს საკითხებს, ის ვერასოდეს ვერ გახდება თუნდაც იყოს მაღალი დონის ინტელექტუალური ტიპი, მაღლა დონეზე იცოდეს მათემატიკას, მაღალ დონეზე იცოდეს ურთიერთობები და საუბრები, არ არსებობს, ვიხდი, ისიც ვერ გადარჩება ვერ გადაარჩეს, იმიტომ რომ პროექტის მენეჯერის კულტურა არის ინფორმაცია დაევალა, ინფორმაცია ზუსტი გაცეს, ანუ პროექტის საფეხურების მიხედვით, ინფორმაცია ზუსტი მიიღოს, ინფორმაციები როგორ უნდა გაცეს და ვახარისხებ ხოლმე. თითოეულ თაბახის ფურცელზე ვახარისხებ რა. აი ეს ინფორმაცია. ანალოგიურადაც ვაკეთებ აი პროექტის მენეჯერის აი პარაბი რო ავიყვანე, ხო, ავიყვანე. ყველა ინფორმაციას ვაწერ პარაბს. და პარაბისგანაც მე მოვითხოვ რომ მე იმან რომ მოიყვანა გაჯავიკი პირობიდან და რომ შეუტახდა ერთეულის ფასზე, ერთი ხო კონტრაქტი გაფორმდა, არა, მეორე შეთანხმების აქტი იდება. შეთანხმების აქტი მე მჭირდება იმისათვის რომ მე პარაბს მოვრი გაჯავის მოვდი რომ გაჯი შენ უნდა აიტანო. გაჯი მე არ უნდა ავიტანო. ამან და ამ სართულზე როდის გამიკეთებ, რა სისქის აკეთებ, როგორ აკეთებ, რანაირად აკეთებ, რამდენი მუჭახელი, ეს მე მჭირდება პროექტის მენეჯერის შეთანხმების აქტი. რომ ჩვენ შევთანხმდით ერთეულ ღირებულებაზე ამდეზე, კუთხეზე შევთანხმდით ამდეზე, მე ამ საბუთს ვინახავ. მის ხელოსანის ხელმოწერით მე კონტრაქტი არ მაინდა კონტრაქტი არის, ეძებოს იმა რა ქვია იქ იურისტებმა, ხო ესეა? მე მჭირდება შევთანხმდე, მე შეგითანხმდი, ხო? მე შეგითანხმდი რომ გაჯი უნდა გამილოსო 8 ლარად, კუთხე უნდა გამიკეთო გრძივი მეტრი 5 ლარად, გაჯი უნდა აუმიტანო 1 ტონა სართულზე, პირობითად მე-7 სართულზე 25 ლარად. დამხმარე მუშა შენი უნდა იყოს, არ უნდა დააბინძურო, რაც შენი არის, უნდა მოიტანო ხელსაწყო შენი უნდა იყოს, მარკა შენი უნდა იყოს, ვედრა შენი უნდა პანო, მე და თქვენ სამუშაო იმას ვინაწილებ. ამაზე ვწერთ რომ მე და შენ კონფლიქტი არ მოგვიდეს, იმიტომ რომ მოგადგება ერთხის გაჯავიკეთ გეტყვის, ვედრა რატო არ მომიტანე, შენაგი რატო არ მომიტანე, მარკა რატო არ მომიტანე, ჩვენ ამაზე არ შეთანხმებულა, ტყუნის მერე გეტყვის ვისაკინებ გავა და არხავს, ხო ქონია ეს მომენტი, ხო? ამიტომ გადარჩილითი არაფერი, სულ 5 წუთი გჭირდება, კაცს უნდა 40,000 კვადრატი უნდა გაალესიო, 5 წუთი გჭირდება რომ ეს დეტალები შეადგინო. როგორც კი ამას ამოუღებ თავის ხელმოწერილი ფურცელს, ხო იცი ყველას გვეშინია ჩვენ ხელმო გადავხედავთ თუ არა, ეგრევე კაცი ჩუნდება. ბოდიში იხდის და გადის, მივხვდი? ხო სწორია. ანაჩენი, მიდის კამათი, ის მას ვცდილობს რომ გამოგიყვანოს მდგომარეობიდან. მე ვეღარ დაუშვებ, იმიტომ რომ 500 კვადრატი უკვე გალესა. ამას ვერ მოწყვიტავ, იმიტომ რომ წავა და თელ ქაოსში ხარ სტრესში. რამ გადაგარჩინა ფურცელმა. იმიტომ რომ ნებისმიერ რამდენი მუშახელი მყავს, ხო? პირველში ალმატუში მოვიყვანე, ხო? გაუფორმე შეთანხმების აქტი, დეტალებზე შევთანხმდე ბარგალკა შენია. მე ბეტონზე მოვიყვანე, ცალკე ვინც ბეტონს ასწორებს, ხო? შევთანხმდი. აპალუჩი კი მოვიყვანე, ცალკე შევთანხმდი ფურცელზე, ხო? всё. პომპის ოპერატორი მოვიყვანე, ცალკე პომპას არ უნდა დადგეს, როგორ შევთანხმდით, ხო? მოწოდება როგორ უნდა ქარხანასთან მივედი, ქარხანასთან ერთი ის რომ კონტრაქტი დაუდრო ბეტონს მარტივ, მაგრამ მე ქარხანასთან მივდივარ, ხო იცი უწყვეტობა რა მნიშვნელობაა. მე თუ ფილა გამიწყდა, ხო იცი იმ ფილას დამახურავე თავზე, ხო? არ შეიძლება ბეტონის გაწყვეტა. ქარხანასთან მივდივარ და ვარგენი შეთანხმების აქტზე, როდის მაწვდი ბეტონს ამადა საათი მითხარია, მე რამდენი მუშა მოვაყო, რამდენი. ჩავდე ეს ფურცელი. მოხდა შეწყვეტა. აირია, პრობლემა, ხო? მოგივარდა დირექტორი არ აშვები, მაგე რა ხელმოწერაზე, მე ამას დავეყდები, ხო? ხმას ვერავინ ვერ გახორსია. ხმას ვერავინ ვერ გაქცევს. ანუ შენი სტრესის დონე დავიდა თუ არა? მინიმუმამდე, ხო? რა? ელემენტარულად თაბახის ფურცელი, ჩემ მანქანაში ეხლა რომ ნახო, თაბახის ფურცელით არის ავსე. მე ამას ვახარისხებ, მოიმორჩები. ერთადერთი გადამრჩენელი ჩემი არის ეს. ნომრავ მე ამას ნომერიზაციას ვანიჭებ, თქვენ როგორც გინესი დანომრეთ, ხო მიხთ? ეს თქვენი შიდა კუხნია ზოგს, ფერი უყვარს ესეთი ფერს დაადებს, ზოგს ხო მიხთ? ეს შენი სისტემაა, მაგრამ ყველა დავალება, ყველა ოპერაცია, თუ გინდა პროექტის მენეჯერი, თუ გინდა სხვაგანაც რო იმუშაო, თუნდაც იყო მაღაზიის პროექტის მენეჯერი, თუნდაც იყო გაყიდვების სადღაცა იმას ხიდი, რა ქვია, რაღაცა ავეჯს თუ ხო. აბსოლუტურად იქ სისტემა ერთ და იგივე, ხო ესეა, ხო დამეთახვები. სისტემა პროექტის მენეჯერი არ ნიშნავს ინფორმაცია მივიღე, ინფორმაცია გადავეცი და სპეციალისტებისგან მომთხოვე მაქსიმალურად ვჭინავ პასა და ფურცელით, რომ ამოვიღო სპეციალისტებიდან თავიანთი ანუ ცოდნა. ერთადერთი შემიძლია პასა და ფურცელი. სხვა რომ მე წავედი ახლა და ნიჭიერი ვარ და ეს გავბურღე და
მივედი და ტვინი გაუბურღე და რაღაცა არა. და მოითხოვეთ ხოლმე რომ მოდი ამ შეხვედრას ჩავიწერ. მომენტი ყველაზე კარგია კიდე. მეორე ტელეფონი, 4 ტელეფონი მაქვს 5 მე პირობითად. ეხლა კიდე ამის ვიყიდე ერთი ტელეფონი, ხო? და ვაკეთებ იმას, რომ ყველა ობიექტზე ცალკე ტელეფონმა და ის არის ცალკე ის ინფორმაცია. ის ჩემი ვიღაცა გოგომ სურათი გავამიგზავნა თუ რაღაცა ჩემ ტელეფონში, აქ ქაოსი არ უნდა მქონდეს, ხო? ეს ხო ქაოსი აქ რო გააღებ, შვილის სურათიც გაქვს, გოგონას სურათიც გაქვს, მშენებლობის შენში ქაოსია, ანუ დაულაგებელი ცნობიერებაა, მეტყვი? დაგჭირდა მე ვერ ეძებ, გამიგე, კიდე სტრესი დაგემატა, ეს რა მომივიდა ამის, გამიგე, ამიტომ ყველაფერი არის ბიბლიოთეკის სისტემით მენეჯერი. დაახალისხებ თავიდან ყველაფერს დაალაგებ, ხარ წარმატებული. რომელია? ეხლა შევისწავლოთ ყავა დავდივთ და ეხლა ხარჩაღის ყოზე გადავიდეთ, იქაც იგივე სისტემაა. და ყველა დეტალს მე ახლა თქვენ გამოგიგზავნით, ანუ გეოლოგიურ სისტემას, კი, სისტემას, ანუ თაბახის ფურცელზე იქნება ჩამოწერი, გეოდეზიური სისტემა როგორ არის, კონსტრუქციული დავალება როგორ ხდება, არქიტექტურთან დავალება, გემოდელი ლექციის, ყოველ ლექციაზე, გამიგე და ინფორმაცია. საბოლოო ჯამში აი ამას გადმოგცევთ მე. ეს არის კურსის თვლიანი, ხომი ანუ სამოქმედო, მას სადაც ზედმიწევნით არის ეტაპები გაწერილი, ხთი? ეს არის 90 გვერდიანი თემა, ელექტრონულ ვარიანტს მოგცევთ ამას. ოღონ ბოლოში. ეხლა ვერ მოგცევთ, რამდენს მივეცი იმდენი გაიქცა. და რატო იცი? ნახა და რაღაც მინაო ეს ზამბლევიაო და წავედიო, გამიგე? იმიტომ აქ იმდენად თანმიმდევრობით არის, რომელი პროცესთან დანომრილი არის, იმიხდი? სად ვის რა დავალება უნდა უთხრა და რაღაცა ჩათვალე, აი ოდნავ თუ შეხება, ანუ მშენებლობასაც ჩათვალე ამას დაიდევ და ჩვეულებრივ გააკეთებ. ამიტომ წავით ყავა დავუვიეთ რა. დაგვამატეთ ჩვენ ბუქში. კი, დაგამატებ დავუვიეთ. დავისწრებოთ მე. არ დამოუწდება და დამატებ. დავისწრებოთ. ვა. ამ ფაილებს აძლევ ხოლმე ბუქში. ამას არ ბოლოს ჩავდე. იმათ წიგნი რო ჩაუგდე ნახევარი წიგნი და იმათ რო გაიქცე ის და მოგახსოვს? ლექციის ბოლოს არის პროფესორი. ჩვენ ხო, ლექციის ბოლოს. ეს ჩემი სამოქმედობის არის, მე უბრალოდ აქედან ვკითხულობდა. მე ლექციის ბოლოს. მე ახლა ხო გითხარი? ახლა მე გამოგიგზავნით, რაზედაც იყო საუბარი, გეოლოგს რა უნდა დავავალოთ? ყოს ანუ ჩამოწერეთ საკითხებს, ანუ თავების მიხედვით. წინა ლექციას დავჭირდით მასალებს და სნიპებს. სნიპებსაც გამოგიგზავნით. ის თქვენ იქ აქ ხო დავჩავდით. თქვენ ხო ამასენი ხო არ მისულან სნიპება უნდა და ცოდოებია ჩვენ თუ ეხა ასწრება ამათ ხო იქ 5 ლექცია გაიარე და ჯერ ამათ ხა სნიპი რო დავაყარო ცოდოები არიან აქ ხო